დაახლოებით ეს იყო დილის 11-ის 20 წუთი, უცბად კარი გაიღო და ჩემს კაბინეტში შემოვარდნენ სპეცსამსახურის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. შემზარავი ტელედაპატიმრებების პირველი მსხვერპლი. უცხო ქვეყნის ჯაშუშად გასაღებული სიმონ კილაძის ისტორია. ამ ბრალდებით სახელმწიფო უწყებებში არავინ არ დაუკავებია. ეს პერიოდი დამთავრდა. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სისტემატურად აწვდიდა საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. ყველას მივწვდებით და ყველას გამოვაყენებთ, ყველას დავსჭირთ და პასუხს ვაგებინებთ ქვეყნის და ერის წინაშე. ვისი მოთხოვნით დაიჭირეს 2006 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი და როგორ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარებითი ჩვენება. გენერალ შალვაჟღენთან საუბრის დროს მან მაჩვენა აგრეთვე კადრები, რომელშიც ჩემი შვილების სამსახურში წასვლა, ინსტიტუტში წასვლა, მოსვლა იყო გადაღებული. და ჩაილაპარაკა, რომ შენი თავი თუ არ გენანება, ცოლ-შვილი მაინც დაინანევა. ჯაშუშომანია თუ საზოგადოების მანიპულირება. როგორ იკერებოდა საქმეები 27 წლის სტილში. ნახეთ კვირას საღამოსად საათზე. სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულ კვირის რეპორტაჟში.